მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, საეკლესიო რეფორმაციაზე. პასტორ ზალ ყველასთვის ცნობილია საეკლესიო რეფორმაციის შესახებ, რომლის კვალი ძლიერად დაეტყო ევროპულ ქვეყნებს. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ეს იყო მორწმუნე საზოგადოების მძლავრი მოძრაობა, რომელმაც ეკლესია დააბრუნა მოციქულეობრივ სწავლების ფესვებთან. თეოლოგთა ნაწილი კი თვლის, რომ ეს იყო განხეთქილება ეკლესიაში. საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა რეფორმაციის ტალღას საქართველოში. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოკლე ისტორიული მიმოხილვა გვჭირდება. შუა საუკუნეებში ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა ბიბლიაზე, არ იცოდნენ იესო ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტება და ეკლესიაში მყოფი მაღალი იერარქებისათვის ადვილი იყო უმეცრებაში მყოფი მრევლის საკუთარი არაღვთიური მიზნებისათვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც ევროპაში დაიწყო ბიბლიის ბეჭდვა და გაიხსნა უნივერსიტეტები, მრავალმა განათლებულმა მღვდელმა აღმოაჩინა, რომ არსებული რელიგიური სისტემა საფუძვლებშივე არ შეესაბამებოდა იესო ქრისტეს მოძღვრებას. ამასთან ერთად, წმინდა წერილების შუქზე უფრო ნათელი ხდებოდა მღვდელმთავართა ცხოვრების წესის შეუსაბამობა მოციქულთა დროინდელ ღმერთის მსახურებასთან. შესაბამისად, ეკლესიის წიაღში გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ რელიგიური ინსტიტუციის შიგნით არსებულ ზნეობრივ, სამოძღვრებო თუ სულიერ გადაცდომებზე. გაბატონებული რელიგიური ელიტა ასეთ ადამიანებს უწოდებდა პროტესტანტებს, ხოლო ეს ადამიანები თავის თავს ეკლესიის რეფორმატორებს ეძახდნენ. განათლებული სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ მეოთხე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის ძალისხმევით ჩამოყალიბებული რელიგიური ინსტიტუცია, სახელად ქრისტიანული ეკლესია, იყო ბერძნული წარმართობისა და იუდაური რელიგიის ნაზავი, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იესო ქრისტეს მოძღვრებისაგან. ასევე ევროპელმა რეფორმატორებმა გაიაზრეს, რომ კათოლიკური ეკლესია, როგორც რელიგიური ინსტიტუცია, ვერანაირად ვერ იქნებოდა რომელიმე ერის იდენტობის მატარებელი რელიგია. მაგალითად, ქართველები მართლმადიდებლურ ეკლესიას თვლიან ქართველი ერის იდენტობის სიმბოლოდ, მაშინ როცა რუსი თვლის, რომ მართლმადიდებლობა სწორედ მისი ერის იდენტობის სიმბოლოა, ამასვე თვლის ბერძნები და ასე შემდეგ. განათლებულ სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ მეოთხე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა მართლმადიდებლურ კათოლიკური რელიგიური სისტემა იმიტომ ჩამოაყალიბა, რომ ერთმორწმუნეობის პროპაგანდით და ეროვნულ გრძნობებზე ზემოქმედებით დაპყრობილი ერები მიეჯაჭვა იმპერიისათვის. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განათლებული და უშიშარი საკუთარი ქვეყნის პატრიოტი ბერები, თეოლოგები სათავეში ჩაუდგნენ მოძრაობებს, რათა მათ ქვეყნებში ჩამოყალიბებულიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჭეშმარიტად ეროვნული, ბიბლიურ მოძღვრებებზე დაფუძნებული ეკლესიები. კაცობრიობის ისტორიის სწორედ ამ მონაკვეთს ეწოდება რეფორმაციის პერიოდი. სიტყვა რეფორმაცია ნიშნავს არსებულის ცვლილებას, გადაკეთებას, ზოგ შემთხვევაში კი თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას. თუმცა ევროპის ქვეყნებში დაწყებული ეს განგრძობითი ისტორიული პროცესი არ იყო მხოლოდ იესო ქრისტეს საწყის მოძღვრებასთან დაბრუნების მცდელობა, არამედ ეს ასევე იყო საზოგადოების და მთელი ერების აზროვნების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება წმინდა წერილების მიხედვით, ყოველგვარი იმპერიული თუ რელიგიური დიქტატის გარეშე. მე-14 საუკუნიდან მოყოლებული რეფორმაციის ცეცხლმა მოიცვა მთელი ევროპა. ინგლისში მას სათავეში ჩაუდგა მღვდელი ჯონ ვიკლიფი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მის მშობლიურ ენაზე ბიბლიის მთარგმნელი. ჩეხეთში მღვდელი იან ჰუსი, პრაღის უნივერსიტეტის რექტორი. გერმანიაში ბერი მარტინ ლუთერი, თეოლოგიის პროფესორი, გერმანულ ენაზე ბიბლიის მთარგმნელი.
საფრანგეთში პრინცესა მარგარიტა, ნავარიის დედოფალი, დანიაში მღვდელი ერასმუს როტერდამელი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც გამოსცა ახალი აღთქმის კომენტარები. იტალიაში ბერი სავანაროლა, შვეიცარიაში მღვდელი უილრიხ ცვინგლი, პოლონეთში იან ლასკი, ბიბლიის პოლონურ ენაზე მთარგმნელი, შოტლანდიაში მღვდელი ჯონ ნოქსი და ეს სია საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს. საუკუნეების განმავლობაში იმპერიის რეჟიმის ერთგული ადგილობრივი სასულიერო ელიტა მათ სიკვდილით სჯიდა, აწამებდა, ცეცხლზე წვავდა, ახრჩობდა ღმერთის ტრადიციის თუ ერის სიწმინდის სახელით. საუკუნეების შემდეგ კი ამ ადამიანებს ეროვნულ გმირებად შერაცხავენ და ძეგლებს დაუდგამენ თავიანთ სამშობლოში. მიუხედავად უსასტიკესი რეპრესიებისა, რეფორმაციის ცეცხლმა სულიერი ძილისაგან გამოაღვიძა ევროპული ერები, მათი მთავრები და საზოგადოება. იმპერიის რელიგიური ჰეგემონიის ჯაჭვი ერთი მეორეს მიყოლებით წყდებოდა ევროპის ქვეყნებში და სახელმწიფოები ირჩევდნენ ჩამოეყალიბებინათ ეროვნული, ბიბლიურ რწმენაზე დაფუძნებული ეკლესიები. ასე შეიქმნა გერმანიაში ლუთერული, ინგლისში ანგლიკანური, შოტლანდიაში პრესვიტერიანული, ამერიკაში ეპისკოპალური ეკლესიები და ასე შემდეგ. ეს ეკლესიები ახლა ემსახურებოდნენ არა იმპერიის ეგრეთ წოდებულ ერთმორწმუნეობის პროპაგანდას, არამედ საკუთარ ერს, უსიცოცხლო რიტუალებისაგან თავისუფალმა მსახურებმა თავიანთი ცხოვრებით, უსამართლობის უკომპრომისო მხილებით და სახარების ქადაგებით მოიტანა ერის ზნეობრივი აღმასვლა, დამარილდა საზოგადოება ღმერთის სიტყვით, შეიქმნა სამართლიანი სასამართლოები, კანონები, ადამიანის უფლებათა კონვენციები, სახელმწიფო მოწყობის თეორიები. ცნობილია, რომ ამერიკის კონსტიტუციის თითოეული მუხლი შეესაბამებოდა ბიბლიას. ღმერთმაც აკურთხა ეს ქვეყნები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ჟამს საჭიროა ღმერთის კურთხევების შენარჩუნება და ეს გამოწვევა დღესაც ნამდვილად აქვს თანამედროვე საზოგადოებას. თავშეწირულ და უკომპრომისო ადამიანთა ძალისხმევა ყველა თაობაში აუცილებელია. რაც შეეხება საქართველოს, ისტორიულად ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ მოსწვდა ევროპული რეფორმაციის ტალღა. სამწუხაროდ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეს, მესამე რომად თვითგამოცხადებულ რუსეთის იმპერიას, დღესაც ისევ მიჯაჭვული ჰყავს სულიერად საქართველო ერთმორწმუნეობის და ფსევდოეროვნული ფასეულობების პროპაგანდით. საქართველოს რეფორმაციასაც სჭირდება თავშეწირული, გაბედული, იმპერიული რელიგიური ჯადოსგან სულიერად თავისუფალ ადამიანთა ჯაჭვი, რომლებიც უარს იტყვიან რელიგიური სისტემის კომფორტზე, არ შეუშინდებიან მარგინალიზაციას და იბრძოლებენ და ამკვიდრონ ეროვნული ცნობიერება და სახარებისეული ფასეულობა. ჩვენ არ ვიცით, ვის გამოიყენებს ღმერთი რეფორმაციის წინამძღოლად საქართველოში. იქნება ეს მართლმადიდებელი ბერი, გერმანელი ლუთერის მსგავსად, თუ უნივერსიტეტის რექტორი ჩეხი იან ჰუსის მსგავსად. იქნებ სულიერად თვალახელილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე ჩაუდგეს რეფორმაციას სათავეში ნავარიის დედოფლის მსგავსად. ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს პროცესი გარდაუვალია, რადგან დაწერილია, რომ იესო ქრისტეს ისევ გამოჩენამდე ყველას, მათ შორის საქართველოსაც ეკადაგება ღმერთის შეუზავებელი სიტყვა და უფალი გადასწევს ყველას სასანთლეს, ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს. დიდი მადლობა პასტორ ზაალ, მეცველოდები ჩვენი ქვეყნის სულიერ გაცოცხლებას, ზეცის გახსნას საქართველოს თავზე, ღმერთისგან გადმოურილ კურთხევებს და გალაღებულ საზოგადოებას. გმადლობთ მეგობრებო, რომ მოგვისმინეთ. გირჩევთ ამ თემაზე დამატებით მოусმინოთ პასტორი ნინოს ქადაგებას საქართველოს დაბრკოლების ლოდი, რომლის ბმულიც მითითებული იქნება კომენტარებში. უფალი ინებებს და ჩვენ გავაგრძელებთ საინტერესო საკითხებზე საუბრებს. არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ევანგელისტური ეკლესიის ოფიციალური Facebook გვერდი. ასევე გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს. ახლა კი გემშვიდობებით, კურთხეულ დღეს გისურვებთ.